ვინ არის სალომე ზურაბიშვილი? როგორც კი ამ შეკითხვას დასვამ სოციალურ არქიტექტურაში, ქართველი ერი, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი, ჩვეული იუმორიდან კეთილგონიერებით პასუხობს, ხო, აი, ესე იგი, თითქოს პირდაპირ თუ არა ირიბად მიანიშნებს, ვინც არის სინამდვილეში, მაგრამ ჩვენ რეალობაში იკვეთება სალომე ზურაბიშვილი ტერორისტი. შესაბამისად, როდესაც ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ იჩემებს და საქართველოს პრეზიდენტობას იმიტომ იჩემებს, რომ პრეზიდენტი ერთგვარად მხედართმთავარიც არის და ჩვენ გვახსოვს მისი მიმართვები ქართულ ჯარზე, ხო, აღლომის დროს და დღეს რა გეგმებსაც ის ღიად ანონსებს, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ იგი ციფრდება გარემოება, რომ მოხდეს ამ ქალბატონის დაკითხვა მისივე განცხადებების საფუძველზე და თუ არ აღმოჩნდება მისი პასუხები და ესე იგი საკმარისი საფირწონედ იმ ტერორისტული განცხადებების შესაბამისად, შესაძლებელია ხელწერაც არ დარჩეს საკმარისი იმისათვის, რომ გამოვიდეს გარეთ. ეს რისთვის უნდა მოხდეს? იმისთვის, რომ ვისაც თავისი პოზიციით სამართლიანად არ მოწონს ხელისუფლება, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ყველას უნდა, ესე იგი, განემარტოს, რომ რევოლუციით მუქარა და ქვეყნის სუვერენიტეტთან თამაში აუცილებლად აი ამ ლოგიკური შედეგებით უნდა დასრულდეს. რაც უფრო ეს ჭიანურდება, მით უფრო ესე იგი ტყუდება ის საზოგადოება, რომელიც ორჭოფობს და შესაძლებელია სამართლიანადაც არის, ესე იგი განაცხენებული ხელისუფლებაზე. მაგრამ როდესაც არსებობს იმის შანსი, თუნდაც მინიმალური, რომ აი ვიღაცა შეძლებს ქვეყნის გადაბრუნებას, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრადობას და სუვერენიტეტს. ამიტომ ვინ არის სალომე ზურაბიშვილი? რაღაც მომენტამდე შეიძლება იხუმრო, როდესაც ხუმრობა არ მუშაობს, ხო, ჩვეული კეთილგონიერებით, უკვე იწყება სახელების დარქმევა. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი არის ტერორისტი და პრევენციის მიზნით მწიფდება ჩემი აზრით იმის გარემოება, რომ დაიკითხოს თავისივე განცხადებების განმარტების შესაბამისად. მადლობა ყურადღებისათვის.